გარდა იმისა, რომ ჩვენი იუთუბერები Soso Around the World და კაკო ანტარქტიდაზე იყვნენ, შემდგომ ანტარქტიდაზე ძალიან საინტერესო ვიდეო დადო ჰიტამ. საქართველოს გარეთაც ძალიან პოპულარული და ტრენდული არის ანტარქტიდა და პინგვინი. ალბათ ეს მუსიკა რაც ჩემს ფონზე ახლა ისმის და შეკითხვა but why, მაგრამ რატომ თქვენთვის ნაცნობია, ესე იგი კარგად იცით რაზეც ვსაუბრობ, მაგრამ მისთვისაც ეს უბრალოდ სიტყვებია, მისთვის ავხსნი რა ხდება. ახლა გატრენდდა ერთ-ერთი კადრი 2007 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც ვერნერ ჰერცოგმა გადაიღო, Encounters at the End of the World. ჰერცოგი ფოკუსირდება არა მხოლოდ ბუნებაზე, არამედ ადამიანების ურთიერთობაზე ამ უკიდურეს სამყაროში. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ეხება პინგვინების გიჟობას, ასე რომ ვთქვათ. ჰერცოგი ინტერვიუს იღებს საზღვაო ეკოლოგთან, რომელიც აღწერს იმპერატორ პინგვინებს. ინტერვიუს დროს ჰერცოგი სვამს კითხვას, არსებობს თუ არა სიგიჟე პინგვინებში. ამაზე ეკოლოგი პასუხობს, რომ მას არ უნახავს პინგვინი, რომელიც სიგიჟისგან ქვას თავს ურტყავს და ისე ასრულებს სიცოცხლეს, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც პინგვინები გამოიყვნენ კოლონიას და გეზი აიღეს ანტარქტიდის ცენტრისკენ პირდაპირ, სადაც არც საჭმელი არის და 100%-ით სიკვდილი ელოდათ მათ. ფილმში ნაჩვენები არის კონკრეტული პინგვინი, რომელიც ჩერდება, ტრიალდება და იწყებს სვლას მთისკენ. არც მარცხნივ მიდის, მაგალითად, სადაც მისი კოლონია, არც მარჯვნივ, სადაც საკვები არის, უბრალოდ ტრიალდება და იწყებს სვლას პირდაპირ მთებისკენ, რომელიც 70 კილომეტრით არის დაშორებული. ეკოლოგი ასევე განმარტავს იმას, რომ თუ ეს პინგვინი აიყვანეს და ისევ თავის კოლონიას დაუბრუნეს, გაჩერდება ეს პინგვინი, მოტრიალდება და დაიწყებს ისევ მთისკენ სიარულს. რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს ის, პინგვინი არ დაიღლება, არ გაჩერდება, მოტრიალდება და დაიწყებს სიარულს იქით, სადაც მას სიკვდილი ელოდება. ასევე არის ნაჩვენები პინგვინი, რომელიც 80 კილომეტრით არის დაშორებული თავისი კოლონიისგან და მუცელზე დაცურავს, როგორც ერთი შავი წერტილი თეთრ უდაბნოში. ის დაცურავს, მას გადარჩენის შანსი 0 აქვს, მაგრამ ის მაინც იმას აკეთებს, რასაც უნდა. ეს ქცევა იშვიათია, მაგრამ დასაფიქრებელი. პინგვინი შეიძლება დეზორიენტირდეს ქარიშხლის გამო, რაღაცა გარემო ფაქტორების გამო და მოშორდეს თავის კოლონიას, მაგრამ ეს პინგვინები თავისი გადაწყვეტილებით შორდებიან კოლონიებს და იღებენ გეს სიკვდილისაკენ, ესე რომ ვთქვათ. ამ ტრენდს ახლავს თავისი ფილოსოფიური ინტერპრეტაციები, მაგალითად, ჰერცოგის ფილმი ასახავს ეგზისტენციალურ სიმართლეს, რომელიც ჩვენთვის ადამიანებისთვის ძალიან მძიმედ გასააზრებელია, როგორი გულგრილი არის სამყარო. ამ პინგვინის ბუნება, ამ პინგვინის ქცევა არ ჯდება არც ერთ ადამიანურ ნარატივში, არც კომედია, არც რომანტიკა, არც ტრაგედია. პინგვინის мотиваცია უცნობია, რაც აჩვენებს ბუნების გულგრილობას ადამიანური მნიშვნელობების მიმართ. ეს საყვარელი პინგვინი, რომელიც სიკვდილისკენ მიემართება, აღწერს მარტოობასა და აბსურდულობას. ბევრი მას ნიჰილიზმის სიმბოლოდაც ხედავს. ყველაფრის მიუხედავად, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, პინგვინი იღებს გეს და მიემართება სიკვდილისკენ. მაგრამ ჩნდება ესეთი კითხვა: რატომ? ჩვენ ადამიანური ლოგიკით ხვდებით, რომ პინგვინი იმ მთაზე ვერაზროს ვერავა და თითქმის შეუძლებელი არის გადარჩეს და ბოლომდე მწვერვალამდე ავიდეს. მაგრამ იქნებ პინგვინი ფიქრობს იმას, რომ არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე სცადო შეძლო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ მე დღეს ვისაუბრებ ადამიანებზე, ვინც სცადა და შეძლო შეუძლებელი. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ხო ხართ ჯამრთელად და ხო ხართ ბედნიერად. ეს პინგვინზე მოკლედ არ ვიცი რა. მეგონა რომ პინგვინის ლუპში ჩავრჩი, იმიტომ რომ ჯერ სოსომ დადო ვიდეო, მერე კაკომ დადო, შესანიშნავი ვიდეოები დადო ორივემ. შესანიშნავი გამოხმაურებაც მოყვა და შესანიშნავი შედეგიც დადო და ამ მეთქი ცხენის წელი იწყება, მეგობრებო, თუ პინგვინის წელი იწყება, იმიტომ რომ ყველგან პინგვინი ხდებოდა და ბოლოს რო დავინახეს 2007 წლის დოკუმენტური, რომელიც გატრენდდა და კიდე პინგვინი, ოღონდ უკვე დრამატულ სიტუაციაში პინგვინი როგორც მოსანახულებელი ის კი არა, ობიექტი, რომელიც მიდიხარ და აი პინგვინი, არა, პინგვინი როგორც თავარი როლი, პინგვინი როგორც მასწავლებელი, პინგვინი როგორც რაღაცა არსება, რომელიც აი ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მესიამოვნა, ძალიან მაგრამ გაასწორა რა. პინგვინის ოვერდოსში ვარ, მაგრამ კიდე მივიღებდი პინგვინს რა. მოკლედ დღეს სანამ ვიდეოს დავიწყებ, მინდა რომ შაუთაუთი აქედან ყოჩახ, Hungry Man-ს, ყოჩახ კაკოს, ყოჩახ ჰიტას, ყოჩახ სოსოს, კიდევ ნუ თუ რომ ეს საყოჩახო გააკეთეთ ყოჩახ თქვენ, ძალიან გაასწორა. мотиваციას მაძლევს ეგეთი რაღაცეები, რომ ესეთი დიდი რაღაცეები ხდება ჩემს სფეროში, რასაც ქართული YouTube ქვია. мотиваციას მაძლევს, წინაზე როგორც თქვი რაღაცა мотиваცია მომცა რომ და kick-off-ი გავაკეთეთ, ეხლაც ეგეთი რაღაცები რო ხდება, мотиваციას მაძლევთ და იმედია მეც რაღაცაში мотиваციას მოგცემთ ან გაძლევთ რა. კაი, გადავიდეთ ვიდეოზე, სანამ ვიდეოს
გადავალთ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი Genspo არის BOG, საქართველოს ბანკი, ვისაც გაქვს ყულაპი, როგორც ისიც არის მან გოჭი ყულაბა, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ ესეთი ფუნქციონალი დაემატა, ძალიან საინტერესო, ნებისმიერი გადარიცხვის დროს ან გადახდის დროს შეგიძლიათ აირჩიოთ რაღაც თანხა, მაგალითად 25 თეთრი თანხას რო გადარიცხავთ, 25 თეთრი ჩავარდება თქვენ გოჭ ყულაბაში, აირჩიოთ მაგალითად რისთვის გინდათ გამოიყენოთ ეს გოჭი ყულაბაში დაკრывებული თანხა და გატეხვის და ლეწვის და რაღაცების გარეშე და გოჭი ყულაბის შეძენის გარეშე შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა. ხო შეიძლება რომ ჯიბეში ხურდები გიჩხრიალებს არ გახსენს რომ ყულაბაში ჩაყარო. ეს თავისით გახსენებს, თავისით აკეთებს ყველაფერს. ასევე დიდი მადლობა. სანამ ვიდეოს დავიწყებთ უცებ. მოდი ახლა ვისაუბროთ ესეთი მსგავსი ვიდეო გაკეთებული მაქვს ადამიანები რომლებმაც დააკამბექეს. და ახლა მოდი დააკამბექების მაგივრად მოდი ვთქვათ რომ ადამიანები რომლებიც არ გაჩერდნენ და არ დანებდნენ მოგიყვებით ძალიან საინტერესო ისტორიებს, რეალურ ისტორიებს, რეალურ ადამიანებს რომლებსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, მაგრამ იცნობთ უკვე როდესაც მოიხოდნენ და მოიწკიპნენ. მაქედან იცნობთ მე გეტყვით რა გზა გამოიარეს და იმედია რაღაცაში დაგეხმარებათ. მოდი დავიწყოთ სილვესტერ სტალონეთი. სილვესტერ სტალონე ხომ იცით? უშესანიშნავესი, უსიმპატიურესი მსახიობი. სილვესტერ სტალონემ გამოიარა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძიმე ცხოვრება ჰქონდა. ის წერდა როკის სცენარს, როკი ხო იცით? როკი რო იცოდეთ, საავტორო ფილმი არის სილვესტერ სტალონესი, თვითონვე თამაშობს თავარ როლს თვითონ არის და არის ბოქსიორზე, რომელიც არსებობდა და მოღვაწეობდა რეალურად როკი მაკიანო, როკი მაჩიანო, როკი მარკიანო. რომელიღაცა ქვია. 70-იანი წლების ნიუ-იორკში არის ასეთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აქვს დეფექტი სახეზე და ეს სახის დეფექტი ხელს უწყობს, რომ კონდეს ასევე მეტყველების დეფექტი და ამ სახის დეფექტის გამო უცნაური მეტყველება აქვს. მისი სახელი არის სილვესტერ სტალონე. სოციალურად არის ძალიან დაბალი ფენის წარმომადგენელი, ანუ იმდენად დაბალი, რომ გადაუხდელობის გამო ჩაუჭრეს ყველაფერი საერთოდ სახლში, არაფრის ფული არ აქვს, საჭმლის ფულიც არ აქვს, სიცივეში იჯდა და წერდა სცენას, რომელსაც წამდა. როკის სცენარს, დღევანდელი როკი რაც არის. იმდენად უჭირდა, რომ სილვესტერ სტალონემ წარმოიდგინეთ მისი ერთადერთი მეგობარი, საკუთარი ძაღლი. არსებობს ორი ვარიანტი, რომ თვითონ ვეღარ იკვებებოდა და მაგიტომ, მეორე ვარიანტი, რომ ძაღლს ვეღარ ყვებავდა და მაგიტომ ადგა და გაყიდა. ანუ ერთადერთი მეგობარი, ხა წარმოიდგინეთ თქვენი ძაღლი ეგეთ მდგომარეობაში ხარ და ძაღლი რამხელა მნიშვნელობა ძაღლს უყვარ ხარ. ანუ სამყაროში ალბათ სილვესტერ სტალონე მაგ დროს არავის არ უყვარდა, ანუ არავინ არ აფასებდა, არავის არ აინტერესებდა და ერთადერთი არსება, კარგად იცით ძაღლმა როგორ იცის სიყვარული, აი ეგ არსება, ადგა და გაყიდა $40, რომ საჭმელი ეჭამა, ან იმიტომ გაყიდა, რომ ძაღლს ვეღარ ყვებავდა რა. არ აქვს მაგას მნიშვნელობა, შეუძლებელი არის გინ თავისთვის გაიყიდა, გინ ძაღლისთვის ძალიან რთული ნაბიჯი გადადგა რა. სილვესტერ სტალონეს ქონდა დაწერილი ეს სცენარი როგორც როკი, როგორც თვითონ თამაშობდა თავარ როლს. ჰოლივუდმა იყიდა მისი სცენარი და უთხრა, რომ კარგი სცენარია, ვიყიდით, მაგრამ შენ არ ითამაშებ თავარ როლს. თავად უნდა ითამაშოს სხვა. უყურეთ, როგორი უცნაურია, ხო, რომ არაფრის ფული არ გაქვს საერთოდ, საკუთარ ძაღლს ყიდის, საჭმელი რო ჭამო და ჰოლივუდი შენ სცენარს ყიდულობს და გეუბნება, რომ უბრალოდ მთავარი როლი სხვა უნდა შეასრულოსო. ალბათ 10,000 კაციდან 9,999 დათანხმდებოდა სიხარულით ამ ყველაფერს. მაგრამ სილვესტერ სტალონემ უთხრა, რომ არაო, ან მე ვითამაშებ თავარ როლს, ან ამ სცენარს არ მოკიდითო რა. ჰოლივუდი ამაზეც დათანხმდა, ბევრი დავით არაბის შემდგომ შეძლო სილვესტერ სტალონემ და საკუთარი თავი დაიმტკიცა ამ ფილმის მთავარ როლზე და პირველი რაც გააკეთა, წავიდა იპოვა ის ზოომაღაზია და საკუთარი ძაღლი $15,000 გამოისყიდა. იმ ადამიანმა ვინც იყიდა, ანუ აი ბიტკოინით მოვიდა ცოტა $40 იყიდა ძაღლი და მე 15,000-ად გაყიდა. ადამიანი რომელიც არაფერი არ გაგაჩნია, შენ ძაღლს გაყიდი და ალბათ ეგეთი ძირს დანარცხება, არ ვიცი. კომენტარებში დამეწრეთ თუ გაქვთ ამაზე უარესი ისტორია, ამაზე უარესი რამ თუ დაგმართნიათ, ოღონდ ის გარდამეცვალა არ ითვლება, იმიტომ რომ ვიცით ტრაგედია რაც გარდაუვალია, ოკეი, მოხდება, მაგრამ აი საკუთარი მიზნის მისაღწევად ამაზე უფრო სულის შემძვრელი რამე ისტორია თუ გაქვთ, მოვისმენ, ძალიან საინტერესო იქნება. მაგრამ გავალებ პინგვინის პარალელს, რომ ზუსტად სილვესტერ სტალონემ აიღო გეზი თოლში 70 კილომეტრის იქით მთაზე ასასვლელად და შეძლო შეუძლებელი. არა თუ მარტო მიზნად დაისახა, რომ გადაიღო ფილმი როკიზე, სადაც როკის თვითონ ითამაშებდა. ეს არის მრავალუცნობიანი მიზანი, არ არის, რომ უნდა ფილმს გადაიღებენ მისი სცენარით,
ან მის იდეით, ან რამეს ჰოლივუდში გააკეთებს, არა, კონკრეტულად უნდა და როკის გადაიღო და როკის როლი ეთამაშა თვითონ. ნამდვილად პინგვინ-ვორთი ისტორია აქვს ჩვენ სილვესტერ სტალონეს, იმედია რამდენიმე ადამიანი მაინც ცოტა ენერგიაზე მოხვედით და დაიძარით ღვთისკენ, მაგრამ თუ ვერ დაიძარით, მე კიდევ მრავალი ისტორია მაქვს, გადავიდეთ შემდეგზე. მოდი გადავიდეთ ადამიანზე, რომლის ირგვლივადაც, რა ვიცი, 10,000 შეთქმულების თეორია არსებობს, მაგრამ სანამ ეს შეთქმულების თეორია გაჩნდებოდა, იყო ადამიანი სახელად Walt Disney, რომელიც თავისი პირველი სამსახურიდან გამოაგდეს. მიზეზი ძალიან საინტერესოა, რატომ გამოაგდეს. ფანტაზია აკლდა, ანუ უფანტაზიო არისო. Walt Disney-ზე თქვეს. მისი პირველი სტუდია გაკოტრდა Walt Disney-ს, არც მაშინ წვეთდა ვარსკვლავს, მაგრამ გაკოტრდა რბილი ნათქვამია. ისე გაკოტრდა, რომ ძაღლის საჭმელს ჭამდა, რომ გადარჩენილიყო. ანუ სილვესტერ სტალონეზე უარეს მდგომარეობაში იყო, იმას ძაღლი მაინც ყავდა, რომ გაიყიდა და საკუთარი მერე საჭმელი იყიდა და ამას არც ძაღლი ყავდა და არც თავის საჭმელი და ძაღლის საჭმელს ჭამდა, რომ სიკვდილს დასხდომოდა ხელიდან. ამ ყველაფერთან ერთად შექმნა მიკი მაუსი, ალბათ მიკი მაუსი ყველამ და ყველაფერმა იცის საერთოდ. მიროს ძაღლმა არ ჯიმათ იცის მიკი მაუსი, რა როჟაა ვაფშე. იმდენად პოპულარული პერსონაჟია, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის, რომ მიკი მაუსის იდეაც 300-ზე მეტმა ინვესტორმა დაიწუნა. ანუ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სიკვდილის პირას არის მისული, დიდი კომპანია გეუბნება, რომ შენ ხარ უფანტაზიო, მოდი ხარ, ძაღლის საჭმელს ჭამ და მიკი მაუსს ქმნი და მე 300 ინვესტორი გეუნება, 300-მდე ინვესტორი გეუნება, რომ მიკი მაუსიო რა მიკი მაუსიო იდი ნახვიო რა. აი მან გიჟი ხარ ხო ალბათ 299-ემ რო უთხრა, უარი ვიღაცა ტიპი ვინც ეს ყველაფერი მოისმა, ეუბნებოდა რომ გიჟი ხარ, ანუ რას აკეთებ, ანუ ხო შეიძლება რომ მიხვდე, რომ 300 რამდენი ინვესტორმა უნდა გითხრას უარი, რომ მიხვდე, რომ მიკი მაუსი ბანძობა არისო, 600-მა უნდა გითხრასო, 1200-მაო, 2000-მაო, არაო. Walt Disney-მ უთხრა, არ არსებობს რაოდენობა, რამდენი უარიც მე მაფიქრებინებს, რომ მიკი მაუსი ბანძი როჟა არისო რა. იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ პროდუქტში, საკუთარი თავის მიერ შექმნილ საკუთარ პროდუქტში. და მიკი მაუსი დღეს იცით რამხელა ბრენდიც არის, Walt Disney იცით რამხელა ბრენდიც არის. ალბათ 300 ინვესტორზე ერთად რაც არის აღებული, უფრო დიდი ბრენდია დღეს Walt Disney და მიკი მაუსი, ვიდრე ის 300 ერთად და ზემოდან ის კომპანია საიდანაც გამოაგდეს. ალბათ იმ პინგვინს მეგობარი პინგვინები ეუბნებიან, რომ რამდენი კილომეტრი უნდა იყოსო შორიო, თავ რომ მიხვდეო, რომ მთისკენ არ დაიძრა, ჩვენკენ წამოხვიდეო, თევზი ვჭამოთო. და ის პინგვინები ეუბნებოდა, რომ არ არსებობსო, მანძილიო, რამდენის დაფარვაც უნდა მომიწიოს, რომ გავჩერდეო. 100 კილომეტრი, 200 კილო, 300 სიკით იყოს მთავ, მე მაინც მწვერვალისკენ წავალო. და მწვერვალისკენ დავიძრებიო და მე ვიქნები პინგვინი, რომელმაც შეძლო შეუძლებელიო. მე ზუსტად ვიცი, აქ პინგვინი მაგას ფიქრობდა რა. მოდი გადავიდეთ შემდეგ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ჩემს პინგვინის მენტალიტეტი. ალბათ სიტყვა პრეზიდენტს რო ვახსენებ, გახსენდებათ კარაკი არა. სიტყვა პრეზიდენტს რო ვახსენებ, დიდი ალბათობით აი ძალიან ბევრი ადამიანია, ვისთვისაც პრეზიდენტთან ასოცირდება პრეზიდენტ ესე რო ვთქვა ბოდიში. პრეზიდენტი რა პრეზიდენტ რო ვთქვა, გახსენდება შეიძლება აბრაამ ლინკოლნი, იმიტომ რომ იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. ალბათ ამერიკაში თავისუფლების მეტროსთან რო გააჩირო ტიპი უცებ, ან ნიკალასთან პრეზიდენტი მითხარ პრეზიდენტიო ესე რო გითხრა, ალბათ პირველი აბრაამ ლინკოლნი გაახსენდება, იმიტომ რომ აბრაამ ლინკოლნი იყო ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრეზიდენტი, მან მოუგო ომი ჯეფერსონს. კაროჩე, ბევრი რაღაცა კარგი რაღაცა გააკეთა, უნდა ზედამთვარი ამოსდიოდეს დღეს ამერიკის მოქალაქეებს აბრაამ ლინკოლნზე, რომელიც მოკლეს. ვიცით სად მოკლეს? ფორდში. თეატრს ერქვა ფორდი. ხო და აბრაამ ლინკოლნს აქ ძალიან საინტერესო ისტორია. აბრაამ ლინკოლნი დამარცხდა ზედიზედ 5 ჯერ, სანამ პირველ პოლიტიკურ გამარჯვებას იზეიმებდა. 1832 წელს აბრაამ ლინკოლნმა დაკარგა სამსახური და დამარცხდა ადგილობრივ არჩევნებში. 1833 წელს ბიზნესი ჰქონდა, რომელიც გაკოტრდა. 1835 წელს გარდაეცვალა საყვარელი ადამიანი, მეორე ნახევარი, ქალბატონი. 1838 წლიდან 1858 წლის ჩათვლით პერიოდში ყველა საერთოდ ყველა მნიშვნელოვანი არჩევნები რაც მიიღო მონაწილეობა, ყველაფერი წააგო. მაგრამ 1860 წელს ის გახდა პრეზიდენტი, ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პრეზიდენტი, როგორც გითხარით. ჩვეულებრივი პრეზიდენტი არ იყო რა აბრაამ ლინკოლნი რა, ანუ უდიდესი პრეზიდენტი იყო რა. ზოგი ადამიანი დამარცხებას აღიქვამს როგორც კედელი, დავმართლი მორჩავსო, მისი კიდე გზა არ არის, ვაიმე. აი ეგ არის ალბათ დამარცხებულის მენტალიტეტი.
როგორ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, როგორც აბრაამ ლინკოლნი უყურებდა. აბრაამ ლინკოლნი ამ ყველაფერს უყურებდა, როგორც დამარცხება არის შესახვევი. ანუ შენ თუ დამარცხდი, უნდა მოუხვიო, ანუ ესე გზები მიდის, ერთ გზაზე რომ დამარცხის, კედელი კი არ არის, იქ არის გასახვევი. უნდა გაუხვიო, ანუ უნდა შეუხვიო, შეცვალო, გამოცვალო, რაღაც გააკეთო, ანუ ეს გზა არ მთავრდება და ადამიანი ვინც ამ დამარცხებას ადგილობრივ არჩევნებში წარმოვიდგინეთ, ალბათ იმ მომენტში, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა პირველად 1832 წელს, ალბათ მას რო სხვა მენტალიტეტი ქონოდა, ადგილობრივი არჩევნები ალბათ არის ყველაზე დიდი რაც იმ მომენტში გაქვს. ანუ შეხედე შენ რო ხვალ ფინალურები გაქვს, შენ ფიქრობ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა რაც ცხოვრებაში გექნება. ან გქონდა. ანუ ყველაზე მნიშვნელოვნად აღიქვამ, ამაში დამარცხება შენი აზრით არის ცხოვრებისეული დამარცხება. ანუ ყველასთვის შემდეგი გამოცდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველასთვის შემდეგი პრობლემა არის ყველაზე სწრაფად გადასაჭრელი პრობლემა. ყველა ეგრე ვფიქრობ. ანუ საბოლოო ჯამში ისიც თქმა მინდა რომ ადამიანები ვართ სუბიექტურები იმ მომენტში საჭიროებების მიმართ. და საკუთარი თავის მიმართ. ანუ ჩვენი პრობლემა ყველაზე დიდი პრობლემა მგონია და აწმყოვური პრობლემა ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი პრობლემა მგონია. ანუ აბრაამ ლინკოლნი, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, დიდი ალბათობით ფიქრობდა, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, რაშიც უნდა გაემარჯვა და მან დამარცხდა. შემდგომ მეორე შანსი მიიღო, იქაც დამარცხა. შემდგომ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, ტრაგედია. არც ერთი დამარცხება და არც ერთი ტრაგედია მას როგორც კედელის არ აღუქვია. აღიქვა როგორც შესახვევი. სწორედ ამ მენტალიტეტმა გახადა ის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საკულტო პრეზიდენტი. თორე რომ აღიქვა როგორც ჩვენ დღეს მოსახლეობის ალბათ 70% აღიქვამს პრობლემას და დამარცხებას, რომ დაგვერხა, ეგრე რომ ემოქმედა, ალბათ ლინკოლნი არ ეყოლებოდა ამერიკას, არც საქართველოს რაშუაში, მაგრამ არ ეყოლებოდა. და შეიძლება ადამიანი ხა თქვენ რომელიც გახართ კედელთან და გონიათ რომ სამყარო დამთავრდა, მაგ კედლის გამოშლება თქვენც არ გყავდეთ, არა და შეიძლება 20 წელიწადში თქვენზე ვიღაცა ჩემნაირმა ვიდეოში ისაუბროს. დაფიქრდით ამაზე. პინგვინის მენტალიტეტი მეგობრებო. მაიკლ ჯორდანი არის ალბათ როგორც აბრაამ ლინკოლნი, მაგრამ უფრო დიდი დიაპაზონით. მაიკლ ჯორდანი არის კალათბურთის სახე ალბათ რა. ანუ კალათბურთის სახე არის მაიკლ ჯორდანი. მაიკლ ჯორდანზე დიდი კალათბურთში არავინ არ არის, ეხლა ლებრონ ჯეიმსი ჭიდავება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც როგორც ბრენდი, საკალათბურთო ბრენდი, მაიკლ ჯორდანზე დიდი არავინ არ არის, ჯორდანების ბოტასია, ჯორდანები როგორც ბრენდი, გაჭიმული კაცი არის, აი უცნობილესი რაღაც და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მაიკლ ჯორდანს. მაიკლ ჯორდანი სასკოლო გუნდიდან მწვრთნელმა, რომელიც დიდი ალბათობით იმ მომენტში ამ კალათბურთელების ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო, რომელიც მწვრთნელი იყო, ასწავლიდა კალათბურთს, მაიკლ ჯორდანი დაიწუნა, იმიტომ რომ უთხრა რომ არ ახარო საკმარისად ნიჭიერიო. მაიკლ ჯორდანი ხსენებს რომ სახლში წავედიო და ტიროდიო, იმიტომ რომ მან ფიქრობდიო რომ კალათბურთელი ვეღარ გამოვალ. ანუ მისთვის ის კი არ იყო რომ კალათბურთელი ვაიმე ამ მწვრთნელს ვაჩვენებ მე რა მაგარი კალათბურთელი გამოვალ, არა. ანუ იმ მომენტში აწმყოში ტიპი ფიქრობდა რომ რახან მწვრთნელმა უთხრა რომ შენ არ ახარ საკმარისად ნიჭიერი და მოდი შენ გაანებე კალათბურთს თავი და მიწა ბარე. იფიქრა რომ მოდი მიწას დავბარავ. მაგრამ რაღაცა დროის მერე საყვარელი საქმიანობა კალათბურთის თამაში არ მიატოვა, ითამაშა და გახდა მაიკლ ჯორდანი. ალბათ ეხლა ის მწვრთნელი და მაიკლ ჯორდანი ერთმანეთს რო შეხვდნენ, ჩემი მაიკლ ჯორდანი, ბიჭო, ჩემი და ჩემი და მაიკლ ჯორდანი. სოიჩირო ჰონდა არის ადამიანი, რომელიც აი მწვრთნელი და ის ინვესტორები კი არ ეუნებოდნენ უარს, ანუ ღმერთი განგება, ღმერთი კარმა, არ ვიცი. ამ ყველაფერს იმიტომ ვახსენებ ხომ რომ ვიღაცამ არ იგრძნოს თავი ცუდად, რომ მარტო ჩემი იდეოლოგია მოვახვიო თავს, ამიტომ ვცდილობ რომ ყველანაირად ყველა სინონიმი გამოვიყენო ხოლმე, მაგრამ ვიწყებ ყოველთვის ღმერთით, იმიტომ რომ ეს ჩემი იდეოლოგია. ღმერთმა განგებამ, დედამიწამ, კარმამ, რა ვიცი, ნებისმიერმა რამემ გადაწყვიტა რომ კაროჩე შენო გაჩერდიო რა. კარნახობს. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ჰონდამ თავისი მთელი რესურსი, ნიჭი, ფული, ყველაფერი ჩადო გუშების წარმოებაში რა. მაგრამ ტოიოტამ მის პროდუქცია დაიწუნა, ანუ არ გვინდა ბანძობარიო, არ ვარგაო, ჰონდა გააჯვიო რა. მერე ამ ყველაფერ ამ პირველი ფეილის მერე, რომ წავიდა და რომ დაიწყო ჩალიჩი მოდი იქნებს სხვა რამე მიხედო, მერე სოფლიო მის დროს მის გარხა დაიბომბა რა.
ანუ ქარხანასაც ყველაფერს აკეთებდა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა. ანუ რატო დაბომბეს Honda-ს ქარხანა, არავინ არ იცის საერთოდ კუბიკებს აწყობდა. წარმოგიდგენთ რომ დაფაზე რომ გეგმავ რომ აი რა გავაკეთო და უკვე რომ ანუ სანამ დაიწყებ რომ გბომბავენ, ხო არის იმედის მომცემი და ძალიან იმედის წამრთმევი რაღაც მოუვიდა რომ ქარხანა დაებომბა. მე აღადგინა ეს ქარხანა და რომ აღადგინა და ისე გახედა რომ არის მიწისძვრა მოხდა და მიწისძვრამ დაანგრია ეს ქარხანა. მე Honda ეხლა რომ ამას რომ ვიძახი და გული მიჩუყდება რომ მინდა რომ Honda-ს ვიყიდი, იმიტომ რომ ფული შეუვიდეთ რა, მართლა. ამეთ ეს Honda-ს ვიყიდი. პირველი ჩემ მანქანა იქნება Honda, გადავწყვიტე მაგ ყველაფრის გამო რა, აგერ მე და აგერ თქვენ. არ ვიცი, აკორდი იქნება თუ ის რა ქვია, ვიოლინოს გასაყრები, მაგრამ რაღაცა Honda იქნება. ხო და ეს ქარხანა რომ ააშენა თავიდან და განაახლა და დააბრუნა, მიწისძვრა მოხდა, როგორც იცით იაპონიაში შესანიშნავი მიწისძვრებია. მიწისძვრა მოხდა და ისევ დაანგრია და ბოლოს ადგა და ველოსიპედებზე დაიწყო ძრავების დამაგრება და იქ დაიწყო Honda-s იმპერიის აღზევება, რომელიც დღეს ბაზარზე ერთ-ერთი ნომერ პირველი არის. მოდი გადავიდეთ Jack Ma-ზე. Jack Ma არის Jack Ma არ გეგონოთ, Jack Ma. ადამიანი თუ გეტყვით რომ ჯეკმები მაცვია, გეიცოდეთ რომ ძალიან დიდარი მულტიმილიარდერები აცვია ფეხზე. Jack Ma იყო ადამიანი, რომელმაც აი არ ვიცი რა. KFC-ში რო ჩინეთში შევიდა, ვაკანსია გამოაცხადეს და 24 ადამიანმა შეავსო განაცხადი და 23 აიყვანეს და ერთი არ აიყვანეს და ეს ერთი იყო Jack Ma. შემდგომ ვაკანსია შეავსო 30-ზე მეტ სამსახურში და 30-ვე ჯერ უარი მიიღო, 10 ჯერ უთხრა ჰარვარდმა უარი, მაგრამ გავიდა დრო და Jack Ma არის ადამიანი, ვინც არის ძალიან ბევრ მულტიმილიარდერი და არის ადამიანი, რომელმაც შექმნა Alibaba.com. Alibaba არის ყველაზე დიდი ინტერნეტ e-commerce მაღაზია. და რო იცოდეთ e-commerce მაღაზიის ყველაზე დიდი e-commerce მაღაზიის უფროსი, ფლობელი, შემქმნელი CEO, აი რო იყიდის მთელ საქართველოს იმდენი ფული რო აქვს, KFC-ში არ აიყვანეს 24 კაციდან მარტო ეს არ აიყვანეს. ალბათ KFC-ში მუშაობა დაიწყო, დაამთავრებდა KFC-ს მენეჯერად მაქსიმუმ. არ დაიწყო KFC-ში მუშაობა, გამოაგდეს და იფიქრა რომ და შექმნა Alibaba. როდესაც ტომას ედისონს კითხეს რომ აი 10000-ში რო ჩაფლავდიო, გძნობ თუ არა თავს დამცირებულადო, ტომას ედისონმა უთხრა. მე არ ჩავფლავებულ ვარ 10000-ში, რომ მე უბრალოდ ვიპოვე 10000 გზა, რომელიც არ მუშაობსო. ანუ თქვენს მაგივრად ვიპოვეო ეს გზებიო. ეს არის შესანიშნავი მენტალიტეტი. ეს არის ჩემი მენტალიტეტი, მეც ისეთი მენტალიტეტი მაქვს, რამე თუ არ გამომივა, უბრალოდ იმიტომ არ გამომივიდა, რომ შემდგომ თქვენ კითხვის მომეყოლა, რომ არ გამოდის ესე და შეიძლება ესე გამოვიდეს. უღრმესი მადლობა, იმედია რაღაცაში დაგეხმარეთ, იმედია თქვენს ყველა საკუთარ თავში იპოვით პინგვინს და მიხვდებით, რომ ვიღაცა რომ 6-იანს დაგიწერს 8-იანის მაგივრად, და მეები არ უნდა დაიწიწკნოთ. ვიღაცა რომ დაამთავრებ უნივერსიტეტს, ვიცი რომ ძალიან რთულია რომ 12 წელი სკოლაში ისწავლე, მე 4 წელი, მე 2 წელი კიდე და გამოხვალ და სამყარო შეიძლება უცებ იგრძნო თავი რომ ვაიმე, ამდენი ვისწავლე და მორჩა ეს სწავლა და ეხა რა მე რატო არ ვარ ეგეთი, რატო გრძნობ თავს ერთ-ერთად? რატო გრძნობ თავს ესე პატარად? იმიტომ გრძნობ თავს ესე პატარად, რომ უბრალოდ ამ მომენტში ეგრე არის. თქვენ ხო ზუსტად არ იცით, თომას ედისონზე მეტი ხართ თუ თომას ედისონზე ნაკლები. თქვენ ხო ჯერ ეს არ იცით. არც Jack Ma ხო არ იცოდა რომ Alibaba-ს შექმნიდა, ისიც არ იცოდა რომ ეს Alibaba გახდებოდა ესეთი დიდი. ისიც არ იცოდა რომ საერთოდ სამსახურში რო არ აიყვანეს, სადმე რამე ფული ექნებოდა. არავინ არაფერი არ იცოდა, ვიზეც ეხა გესაუბრეთ წინასწარ, უბრალოდ ცდილობდა, მიდიოდა, ეჯახებოდა, ეცემოდა, დგებოდა. ერთადერთი წარმატების საიდუმლო არის წამოდგომა. თუ სადმე კედელი შეგხვდებათ, გვერდზე გახვევა. სხვა არაფერი არ არის რა და ძალიან მინდა რომ ნათელი მაგალითი ვიყო და ძალიან ვცდილობ რომ თქვენთვის, ვინც ახლა მიყურებთ 22000 კაცი ხართ, ყველას დიდი მადლობა, ყველასთვის მაგალითი მეც ვიყო. რომ დაინახოთ ნაბიჯ თუ რამეს მივაღწიე, თუ რამე ისეთი შევქმენი, რომელზეც მე შეიძლება ჩემზე ისაუბრონ, იცოდეთ რომ ტიპი ვარ, რომელიც იჯდა და უბრალოდ გესაუბრებოდათ ხოლმე ხან პირამიდაზე, ხან დამთხოვებზე, ხან ახალწელზე, ხან რაღაც ბეიბი ბუბუზე, ხან ლაბუბუზე. მიყავი თქვენი ჩვეულებრივი მეგობარი, ვარ თქვენი ჩვეულებრივი მეგობარი. ვიცნით ერთ და იმავე რაღაცაზე, წუხვართ ერთ და იმავე რაღაცაზე. სწორედ ამიტომ რაც არ უნდა, როგორი აწმყოც არ უნდა გქონდეს, გახსოვდეთ რომ თქვენ სუბიექტური ხართ და იმას მეტად განაღლებთ, ვიდრე უნდა განაღლებდეთ და თუ
არ გაჩერდებით, აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც თავს ძალიან აღმატებულად და ბედნიერად იგრძნობთ. 25 თებერვალს სრულდება 1 წელი, რაც ეს არხი გავაკეთე, 1 წლის თავზე. მე მაგ თქვენთვის special edition-ი გადასაღები. დაელოდეთ ძალიან, ხიზლად იყავით ჩემი Instagram იმაში, რა ქვია, channel-ში და აქაც community post-შიც გავაკეთებ რაღაცა დოკუმენტს, რასაც შეავსებთ, ავარჩევ 100 ადამიანს და ჩავატარებ ბასტო ფანტასტო quiz-ს, სადაც რაც კი მისაუბრე, რაც კი მილაპარაკია ჩემს ყველაზე ყურადღებიან გამომწერს ავარჩევ ამ quiz-ით. ოღონდ ეს quiz იქნება live იქნება, არ იქნება ციფრული, ყველა ერთ ადგილას ვიქნებით, შევიკრიბებით, ნახავთ ერთმანეთს, გავიცნობთ ერთმანეთს, გავერთობით და ვინც გაიმარჯვებს, იმას რამე საინტერესო პრიზს მოვიფიქრებთ მე და ჩემი სპონსორები. ბასტო დიდი ასობით არ დაგავიწყდეს, რომ სეტანტაზე შეგიძლიათ უყუროთ, განახლდა ჩემპიონთა ლიგა, განახლდა ყველაფერი სპორტი და ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი პრომო კოდი, როიცოდეთ ამ თვეში რომ გამოიყენებთ, შემდეგ თვეში თავიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ და ყოველ თვეში შეგიძლიათ გამოიყენოთ. უღმეს მადლობა ჩემს სპონსორებს, უღმეს მადლობა ჩემს გამომწერებს. წავედი, შემდეგი ვიდეო იქნება ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ცოტა დიდი დრო მჭირდება ეს ვიდეო წინა უნდა დამედო, მაგრამ ეს დავდე, იმიტომ რომ იმისთვის დიდი დრო ჭირდება რა. ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. მადლობა, კარგად.